მოგესალმებით. მართლაც ძალიან ცოტა დარჩა მსოფლიოს ჩემპიონატამდე. წელს ჩემი მთავარი მიზანი იყო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადება და რა თქმა უნდა ჩემპიონობა. მზადებას რაც შეეხება, უკვე დიდი ხანია ამისთვის ვემზადებით, მეც და მთელი ჩემი გუნდი. და ვფიქრობ, მზადებამ კარგად ჩაიარა. დარჩა ეხლა ბოლო პერიოდი, წონის კლუბის პერიოდი და ვფიქრობ, რომ შეჯიბრამდე იდეალურად მივალ. მეც და მთელი ჩემი გუნდიც. რას ნიშნავს და ჩემთვის მთავარი ოცნება არის ის, რომ გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი და მაქვს 2 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატამდე, მსოფლიოს ჩემპიონატზე. არის ძალიან დიდი კონკურენცია ჩემს ზონაში და ვერ მოვახერხე ჯერჯერობით მსოფლიოს ჩემპიონობა, მაგრამ ყოველთვის როცა გავდივარ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ვბრძოლობ იმისთვის, რომ გავხდე ჩემპიონი. ეხლაც მაქვს ის შემართება, რომ ვიბრძოლო და გავხდე ჩემპიონი. ჩემთვის ჩემი мотиваცია, ჩემი ოჯახი მაძლევს ძალიან დიდ мотиваციას. გვერდში მიდგას ჩემი ოჯახი და მინდა რომ გავახარო პირველ რიგში ჩემები, მინდა რომ მთლიანად ჩემი საქართველოს გავახარო, იმიტომ რომ ყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი და მინდა რომ ერთხელ მეც გავხდე ჩემპიონი. დღეს რაღაცნაირად თავდაჯერებული ვარ ამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რაღაც განსხვავებულად. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და შევეცდები, რომ უფრო ავიღო. იცი რა, არასდროს ყოფილვარ ეგრე, რომ ვინმე ამომერჩიოს და მეთქვას, რომ ეს არ შემხდეს. არა, მე ჩემი თავის იმედი მაქვს, რომ ვიბრძოლებ და ამ ბრძოლაში კიდევ გამარჯვებული, რა თქმა უნდა, ძლიერი არის. ამ სიტუაციაში აბი არის ყველაზე ისეთი რთული კონკურენტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი არის და აბი არის ყველაზე ისეთი ძლიერი აქ. აი ეს არის მაგალითად თვითონ სიტყვამაც მოიტანა, რომ აი მსოფლიოს ჩემპიონი ხარ, პლანეტის ჩემპიონი ხარ და არის ძალიან მაგარი შეჯიბრი. ძალიან მაგარი საბრძოლო შეჯიბრიც არის. თითქმის ყველა ქვეყანა არის ძალიან მაგრად მომზადებული ამ ჩემპიონატისთვის. რწმენების რო გითხრათ პირდაპირ მე არ მჯერავს. მაგალითად ხვალ რო იყოს ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი, დღეს კარგად გამოვიძინებ, გავიღვიძებ, ვიტყვი რა ლამაზი დღეა, რა მაგარი დღეა და განვეწყობი ჩემპიონატისთვის. ძალიან მაგარი ნაკრები გვყავს. ყველა მიცით ეს, რომ ნებისმიერ წონაში ყველა შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონობა და არიან კიდევაც მსოფლიოს ჩემპიონები. ვფიქრობ, რომ გუნდი არის ძალიან მაგარ ფორმაში, პირველ რიგში მე რასაც ვხედავ, არის ძალიან მაგარი განწყობა. ყველა არის მომზადებული იმისთვის, რომ იბრძოლოს, ყველა ყოველდღიურად ძალიან ბევრს შრომობს ამისთვის და ყველას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი და ვფიქრობ, რომ მაგარი მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება ჩვენთვის ქართველებისთვის. გუნდში არის ძალიან მეგობრული განწყობა, რაც არის ძალიან მაგარი და მნიშვნელოვანი წარმატებისთვის. ჩვენ სულ ერთად ვართ, ერთად ვარჯიშობთ, ერთად ვჭამთ, ერთად ვართ მთელი დღე და მთელი წლის პერიოდი და გვიხარია ერთმანეთის დანახვა, გვიყვარს ერთმანეთი და ეს არის ძალიან მაგარი იმისთვის, რომ მაგალითად შენ როცა ეუბნები შენს ძმაკაცს, რომ შენ შეგიძლია მსოფლიოს ჩემპიონობა და ამას გულით ეუბნები, ხო, ის თავის თავში დააჯერებულია, დარწმუნებულია და ჩვენთან სულ ეგეთი სიტყვებია და შექება ერთმანეთის მიმართ და ეს მთლიანად გუნდს აძლიერებს. რა ხდება და ძალიან მხიარულობაა ჩვენთან, კი სპორტი არის, გარედან სპორტი ცოტა ისე ჩანს მაგალითად სულ ვარჯიშობენ ესენი, სულ რეჟიმში არიან, მაგრამ ჩვენთან არიან ბიჭები, რომლებიც ყოველდღე მღერიან და ყოველდღე უკრავენ და ეს ძალიან დიდი პოზიტივია ჩვენთვის და ხალხისთვისაც. ესეთი რამე არ მახსენდება, მაგრამ ყოველთვის ლაშა გუჯეჯიანი ისე არის ფსიქოლოგიურად ჩვენთვის მიმართული, რომ ყოველთვის გვამხნევებს და ფსიქოლოგიურად გვაძლიერებს, რომ ჩვენ შევძლებთ, ჩვენ ჩემპიონები ვართ და მადლობა ამ ყველაფრისთვის. გუნდში ჩვენთან ახლა ყველა პროფესიონალია. პროფესიონალი მარტო გავიდეს და იჭიდაოს და ლამაზი გდებები გააკეთოს, ამას არ ნიშნავს. პროფესიონალია ის ადამიანი, ვინც არის რეჟიმში პირველი და ვინც
ყოველდღიურად ფიქრობს, რომ რაღაც მომატოს თავის თავს. განავითაროს თავის თავი. ეს არის ჩემი აზრით პროფესიონალიზმი და ჩვენს გუნდში არიან ბიჭები, თითქმის ყველა ეგეთი არის. თავის თავთან მუშაობენ და იმიტომ არის ამხელა შედეგი. კი, რა თქმა უნდა, ოლიმპიურ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვიყავი ტოკიოში, ფინალი დავთმე და ეხლა ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია იქნება იმისთვის, რომ გავემზადო კიდევ მეორე ჩემი მიცნებისთვის. კი, რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრა ყოველთვის არის ძალიან მაგარი საინტერესო შეხვედრა. ოლიმპიადაზეც იყო რაღაც მომენტი, რომ იპონზე შეიძლებოდა დამეგდო, მაგრამ მაგ მომენტში მე არ გამიმართლა და იმას გაუმართლა. ვფიქრობ, არ არის წაუგებელი სპორტსმენი, ბევრს შეუძლია მაგის მოგება. ძიუდოა და ხდება. რინერმა წააგო უძლიერესმა სპორტსმენმა ოლიმპიადა და აბე იმასთან ვფიქრობ, კი, ძალიან მაგარია, მაგრამ ვფიქრობ, ის უფრო მაგარია და იმან წააგო და ამასაც შეუძლია თავისუფლად ნებისმიერ სპორტსმენთან წააგოს. ვფიქრობ, არა, იმიტომ რომ მე როცა დავიწყე, ვიყავი 11 წლის და მაშინაც, როცა შემოვიდოდი ვარჯიშზე, ვიხარჯებოდი ბოლომდე, ვფიქრობდი, რომ უნდა გავხდარიყავი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი და დღესაც იგივეა. იგივე ხდება ჩემს ცხოვრებაში, ვიძინებ, ვიღვიძებ, ამაზე ვფიქრობ. ვფიქრობ, ისეთი არაფერი შეცვლილა. მე ვეტყოდი მომავალ თაობას, რომ ძალიან ბევრი უნდა იშრომონ. ეს შრომა არ არის მაგალითად 1 წლიანი, 2 წლიანი. ამ შრომასთან ერთად უნდა იყვნენ სტაბილურები, უნდა იძინებდნენ ადრე, უნდა იღვიძებდნენ ადრე და ეს პერიოდი უნდა გრძელდებოდეს ძალიან დიდი ხანი. ადვილად შედეგი არ მოდის, ძალიან ცუდია, როცა სპორტსმენები დიდი ხანი წარმატებას ვერ აღწევენ, ისინი ტყდებიან და ნებდებიან. ჩემი აზრით ეს არ უნდა იყოს. ძალიან ბევრი უნდა იშრომოს მომავალმა თაობამ. უნდა გადალახოს ის პერიოდი, რომელიც არის რთული და დარწმუნებული უნდა იყვნენ თავიანთ თავებში, რომ შედეგს გააკეთებენ და ვფიქრობ, შედეგი არ დაიყოვნებს და აუცილებლად იქნება. უბრალოდ მოთმინება ჭირდება ამ ყველაფერს. კი, ნამდვილად დებიუტანტი ვარ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს იყო ჩემი მიზანი, რომ გამოსულიყავი მსოფლიოს ჩემპიონატზე და მე თქვა ჩემი სიტყვა დიდ არენაზე და მაქვს ახლა შესაძლებლობა აქამდე ის პერიოდი რაც იყო მოსამზადებელი და რაც იყო საჭირო აქამდე მოსასვლელად გავიარე ყველაფერი კარგად და მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატიც ისე უნდა დასრულდეს, როგორც მე მაქვს ჩანაფიქრი. რა გაქვს ჩანაფიქრი? რა თქმა უნდა, ჩემპიონობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ ამ გუნდის წევრი. გუნდში გვყავს ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები და ნამდვილად მიხარია, რომ მათ გვერდით შევძლებ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას. როგორი იყო ეს გზა? ძალიან რთულია, ასეთ ნაკრებში მოხვედრა და ძალიან დიდი შრომის შედეგია, რომ მე აქ ვარ ახლა და შემიძლია, რომ შევდგა ფეხი დიდ ძიუდოში. ემოცია ძალიან დიდი იყო ჩემი მიზანი წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოვხდი, მაგრამ მქონდა გულში, რომ მე შემეძლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული და იმ მიზნისკენ ერთი ნაბიჯის გადადგმა, რაც მქონდა აქამდე და რაც მქონდა დასახული მიზნად. დაძაბულობა არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ის ეტაპები, რაც იყო აქამდე მოსასვლელად საჭირო, ძალიან კარგად გავიარე. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ იქ მრავლად იქნებიან ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახის წევრები და მინდა რომ მათ ერთი ძალიან კარგი დასამახსოვრებელი დღე ვაჩუქო და გავახარო საქართველოს მთლიანად. პატარა ასაკში არ გამოვირჩეოდი შედეგებით, ესე ვთქვათ, მაგრამ ყოველთვის მქონდა мотиваცია, რომ რაღაც ეტაპზე მე ჩემი შრომის შემდეგ მივიღებდი იმას, რაც მინდოდა. 2021 წლის ასაკში მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი უფროს ასაკში, შემდეგ იყო ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე ასაკში, გავხდი ჩემპიონი და იმის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობ, რომ მივიდე იქამდე, სადაც მინდა და დღეს აქ ვარ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მივიღებ მონაწილეობას და ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მაგალითის აღება ჩვენ ნაკრებში შეგვიძლია თითქმის ყველა სპორტსმენისგან, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული იყო ლუკა მაისურაძე, ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელთან ერთადაც ვარჯიშობდი და ის რომ წარმატებას აღწევდა, მინდოდა რომ მეც წარმატებული ყოფილიყავი მის გვერდით და
ასევე შემიძლია თქვა ლაშა შავდათუაშვილი, არ ვიცი, ასეთი ენერგია საიდან აქვს ამ ადამიანს, ამ ასაკშიც კი ჩვენზე მეც ვარჯიშობს და ცდილობს რომ სულ ფორმაში იყოს და მიაღწიოს იმ მწვერვალებს კიდევ რაც უკვე აქამდე მიღწეული აქვს. ლუკა ნამდვილად ჩემთვის მისაბაძი პიროვნება, რადგან მან ძალიან რთული გზა გაიარა, ისევ რომ აქ ყოფილიყო, ისევ რომ აქ დაბრუნებულიყო, ერთად გავიარეთ ეს გზა, ვცდილობდი მეც ყველანაირად რო გვერდში დავდგომოდი ჩემ მეგობარს და ერთად გავაკეთეთ ეს საქმე, ახლა აქ ვართ და მსოფლიოს ჩემპიონატზეც დიდი იმედები გვაქვს, რომ ლუკაც ისევ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი და მეორედ ააჟღერებს იმის. არ აქვს ჩემთვის ეს მნიშვნელობა, რადგან ეს ეტაპები კიდევ და კიდევ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად გავიარე, ვარ ფიზიკურად კარგ ფორმაში, მენტალურად რაც მთავარია, ძალიან კარგად გრძნობ თავს და არ აქვს მნიშვნელობა ვისთან მომიწევს, რადგან მე იქ მივდივარ მოსაგებად და ოქროს მედლის ასაღებად და ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ჩემი მეტოქი. კი, ძალიან ბევრი კარგი ძიუდოისტია 91 კილოგრამ-წონით კატეგორიაში, გამოვარჩევ ჩემს თანამემამულეს ტატო გრიგალაშვილს, ნამდვილად ძალიან ძლიერი და ძალიან მაგარი მეტოქეა და ასევე ტაკანორი ნაგასეს, იაპონელს, ის ჩემთვის მართლაც მისაბაძი და საყვარელი ძიუდოისტია. პირიქით, ტატომ მომცა იმის ზალა, რომ მე აქამდე მოვსულიყავი და ვინც ვარ და როგორი ძლიერიც ვარ, ძიუდოს მხარეს გულისხმობ, მანაც შეიტანა ის წვლილი, რომ მე გავძლიერებულიყავი და აქამდე მოვსულიყავი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ესეთი კონკურენტი მყავს, იმიტომ რომ ერთმანეთს ჩვენ გავაძლიერებთ პირიქით. თუ ნაგასესთანაც მომიწევს გადაკვეთა, მაქვს მომზადებული რაღაც ილეთები, ტაქტიკა, მასთან როგორ უნდა ვიჭიდაო და ყველაფერს ვნახავთ იქ, უშუალოდ ტატამზე. პირველ რიგში ჩემი ოჯახი არის, ჩემი мотиваციის წყარო და შემდეგ მეგობრები. ისინი მაძლევენ ამის ძალას, მათ გადამატანეს ის რთული პერიოდები, რაც მქონდა აქამდე, რაც აქამდე მის მოსვლაში დამეხმარა და ისინი არიან ყველაზე მეტი мотиваციის წყარო, ასე ვთქვათ. და მაძლევენ ყოველდღიურად мотиваციას და მეც ვცდილობ რომ მათი იმედები გავამართლო და გავხდე მეც საუკეთესო ჩემს სფეროში.